საოცარი ქვეყანაა ჩვენი სამშობლო. ეს არის ერთადერთი ქვეყანა მთელ მსოფლიოში, რამდენადაც ხვდები, სადაც საპროტესტო აქციაზე მეგობრები გამოდიან ერთად, ერთ მეგობარს ხელში უჭირავს ირანის 1979 წლის რევოლუციამდე არსებული სახელმწიფო დროშა, ანუ შახის დროშა, მოდი ასე ვთქვათ. მეორე მეგობარს უჭირავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დროშა, ხოლო მესამე მეგობარს, თუ სამნი არიან, ზურგზე მოხვეული აქვს საქართველოს სახელმწიფო დროშა. აი, ირანელებიც არიან ამ აქციაზე, ამერიკელებიც არიან და ქართველები ხომ არიან და არიან. ამ ირანელების, ვინც აქციაზე არიან, მათი წინაპრები ამ 30 წლის წინ დაახლოებით 35 წლის წინ და შესაძლოა ახლახანაც ყვიროდნენ სიკვდილი ამერიკას. ხოლო შთამომავლები ყვირიან გაუმარჯოს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამაზე მინდოდა საუბარი, ამაზე ვსაუბრობთ ცხადია, მაგრამ ახლა გაგიფხელთ ჩემი და ChatGPT-ის. ჩვენ ხო საერთოდ საოცარი მეგობარი აღმოვიჩინეთ, ხო? ChatGPT, ანუ ხელოვნური ინტელექტი, ყველასთვის მისაწვდომი და ChatGPT-ის დიალოგის შინაარს გაგაცნობთ. მე მივეკითხები ასე. წარმოიდგინე ჩემო მეგობარო, რომ ირანის ალი ჰამენეის რეჟიმი დაემხო. ახლა შენ უნდა მითხრა, ჩემი კითხვა, რომელი ქვეყანა იქნება ანტიამერიკული ფართო გაგებით ამ რეგიონში? მე კი ვიცი პასუხი, მაგრამ იქნება და ვცდები. იქნება და ამ ChatGPT-მ, რომელიც ხანდახანზე ხშირად რეალური ადამიანი გგონია, მეტი იცის, უკეთ იცის. ის პასუხობს და მე უკვე ჩააიშალა და პრაქტიკულად წაგიკითხავთ. იცით თქვენ რაც მიპასუხა, მაგრამ ჩაგიკითხავთ, მაინც მის ყველა ამოსუნთქვას გაგაცნობთ. და მე ვაგრძელებ მე, აი მაგალითად ირანი ამერიკული იქნება მეთქი. ან მოდი ვიტყვი ასე ადეკვატური იქნება მეთქი. ადეკვატურობას აქვს მართლაც გადამწყვეტი მნიშვნელობა. შეიძლება თავიდან ბოლომდე ამერიკული არ იყოს რომელიმე ერთი სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში ან უფრო ფართოდ, მაგრამ ყველა სახელმწიფო, ვინც ახლა არის ძირითადი კი არა, ყველა მოთამაშე, პრაქტიკულად ყველა მოთამაშე იქნება ადეკვატური. ანუ არა ანტიამერიკული, არ იქნება ანტიამერიკული. ეს ერთ-ერთი მადასტურებელია ადეკვატურობისა. საქართველოსაც ვილაპარაკოთ, მოგვიანებით, როგორც არაადეკვატურ ქვეყანაზე, ვაგლახთა სამწუხაროდ, მაგრამ ჯერ თქვენ ისნებართვით რეგიონზე, გავამახვილოთ ფართო გაგებით. რეგიონზე გავამახვილოთ ყურადღება, გააგრძელე მეთქი ირანზე უთხარი, ის იქნება ადეკვატური მეთქი, გააგრძელე საუდის არაბეთის საემიროები, ყატარი, თურქეთი და ასე შემდეგ. კარგი, ვივარაუდოთ, პასუხობს ჩვენი ძმაკაცი, რომ ალი ჰამენეის რეჟიმი დაემხო და ირანი ხდება ადეკვატური, ან თუნდაც პრაგმატული დასავლეთთან და კონკრეტულად ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში თანამშრომლობისაკენ მიდრეკილი. მაშინ ანტიამერიკული ბირთვი სერიოზულად დასუსტდება რეგიონში, პრაქტიკულად აღარ იარსებებს. და მე უკვე იწყებს საუდის არაბეთი. რატომ არის საუდის არაბეთი მნიშვნელოვანი ქვეყანა, ის ძლიერი ქვეყანაა, ის რეგიონის ერთ-ერთი მდიდარი, თუ ყველაზე მდიდარი არა, ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფოა. ის სტრატეგიული პარტნიორი შეერთებული შტატებისა უკვე არის, ხოთაშორის აბრაამის შეთანხმება, რომელიც შეერთებული შტატების დღევანდელმა პრეზიდენტმა რომელსაც მიაღწია და რომელიც შესთავაზა სახელმწიფოებს დონალდ ტრამპმა, მათ შორის საუდის არაბეთსაც მოიცავს და გულისხმობს თუ მოიცავს. სტრატეგიული პარტნიორია შეერთებულ შტატებთან, ანტიამერიკული ვერ და ვერას დიდებით იქნება, თუმცა შესაძლოა დამოუკიდებელი თამაშიც აწარმოოს გარკვეულ შემთხვევაში, ღიად ანტიამერიკული არათუ არ იქნება, არამედ უმრავლეს შემთხვევაში ამერიკულ პოლიტიკას, ამერიკისთვის სასარგებლო პოლიტიკას განახორციელებს, გაატარებს. არაბთა გაერთიანებული საემიროები, ეკონომიკურად ის არის გლობალისტური და უსაფრთხოების მხრივ კი არის ამერიკის შეერთებული შტატებზე თავიდან ბოლომდე მიბული ანტიამერიკული, მეკითხება აქეთ ეს ჩვენი საერთო მეგობარი, შეუძლებელია პრაქტიკულად ჩემო მეგობარო დასძენს ასე. ყატარი, ისიც ძალიან ძლიერი სახელმწიფოა, მდიდარი ამასთან. შეერთებული შტატების შეერთებულ შტატებს ყატარში აქვს უდიდესი სამხედრო ბაზა, ხშირად არ თამაშობს ორმაგ თამაშს,
მაგრამ ანტიამერიკული კურსი შესაბამისად არ არსებობს, რეალისტური არ არის. ყატარი თავიდან ბოლომდე იქნება ყოველთვის იქნება შეერთებული შტატების პარტნიორი თურქეთი. თურქეთი ეგრა მაგის პასუხია ამის გარეშეც გადავდოთ ერთად ChatGPT. ძალიან ადეკვატური მოთამაშეა ეს ერთი. ის არ არის ისრაელის მოძლიერების მომხრე ფართო გაგებით რეგიონში, იმიტომ რომ ისრაელი მაინც მისი კონკურენტია და პირველი ხმა რეგიონში თურქეთს სურს რომ იყოს თავად. მაგრამ თურქეთი, სადაც ინჯერლიკის სამხედრო ბაზაა ნატოსი, ვერ ასდიდებით, ვერ გაბედავს ანტიამერიკულ წიაღსვლებს, მაგრამ ირანის დასუსტების და ირანში აიათოლების რეჟიმის გარდაუვალი დამარცხების შემდეგ თურქეთი რასაკვირველია მოძლიერდება ესეც. ჩვენი ძმაკაცი ChatGPT მიდასტურებს ამას. ეს დიალოგი ბარემ გეტყვით რომ ვრცელია, საკმაოდ დიდხანს ვილაპარაკეთ მე და ამ ჩვენმა ძმაკაცმა და ბევრი საინტერესო რამ მითხრა. ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი კი რა, რამე არ ვიცოდი მეთქი, მაგრამ ამას კიდე რაღაც თავისი მოსახვევები აქვს და სწორედ მართებულად მსჯელობს და კვლავ ვიმეორებ, აქ მე მინდა მოვუწოდო ვინმეს არ ვიცი, ქართული ოცნების ექსპერტებად წოდებულს, რუსების ChatGPT-ის ნაირში ნუ იხედებით ხოლმე და ChatGPT-ის ან Gemini-ის ან ხელოვნური ინტელექტის საბოლოო ჯამში რა ჯდება $10, ბევრი გაქვთ თქვენ ფული $15 თუნდაც თვეში, რომელიც უფრო კვალიფიციურ პასუხებს, უფრო წვრილ პასუხებს გაგცეთ, გამოიწერეთ, იყიდეთ რა ეს ოხერი და ტიალი. ისრაელი. აბოდიში თურქეთზე არ დამემთავრებია, ხო? ჰეგემონი გახდება რეგიონში, ნეიტრალური ედონური კურსი შეიძლება აირჩიოს, ეს მართლაც ასია, ჯერ კიდევ დავით ოღლუს ჰქონდა ეს კონცეფცია და დავით ოღლუს კონცეფციის გამაგრძელებელია რეჯეფ ტაიფ. მე მგონია რომ ალბათ ყველაზე მძლავრი ლიდერი თურქეთის ისტორიაში, რასაკვირველი ათათურქის შემდეგ, ოღონდ გარკვეულ წილადზე მეტად ანტი-თურქი, მაგრამ ძალიან მძლავრი ლიდერი. რეჯეფ ტაიფ ერდოღანი. ანტიამერიკული ვერ იქნება, რთული პარტნიორი იქნება, კი, რთული პარტნიორი იქნება. ისრაელი სტრატეგიული მოკავშირეა, იცი თქვენ შეერთებული შტატებისა, ის რაც ხდება ახლა ირანის გარშემო და ირანის თავს, სწორედ ისრაელის ინიციატივით აცხდება. ამერიკის შეერთებული შტატები მის გარეშეც დასაკვირველია იტანდა იერიშს ირანის აიათოლების რეჟიმზე, მაგრამ ისრაელი უმძლავრესი მოთამაშეა და უბრწყინვალესი ქვეყანაა. ბარემ ვიტყვი, რომ ამ რეგიონში თუ ყველა ქვეყანა იქნება ადეკვატური, ერთმანეთზე ბრწყინვალე ქვეყნებს ნახავთ ჩვენ. ირანიც რასაკვირველია თავისი ისტორიით, თავისი კულტურით და თავისი მომავლითაც არის ბრწყინვალე ქვეყანა. ისრაელზე აღარც ვიტყვი არაფერს. ერაყი. დიდი პრობლემების მქონე ქვეყანა იყო, არა მარტო სადამ ხუსეინის დროს, არა მხოლოდ ქარიშხალი უდაბნოში ეს რომ ჩატარდა ეს სამხედრო ოპერაცია, რომლის თავკაციც ისი თქვენ რომ იყო ქართული წარმოშობის ჯონ მალხას შალიკაშვილი, არამედ უკვე მეორე ომის შემდგომ პერიოდში ციგზმები ხუსეინების ამბავი და ასე შემდეგ, მაგრამ დღეს ანტიამერიკული გავლენა არსებობს, მაგრამ მოდის ირანის შიიტური მილიციები, ირანის შიიტური მოძრაობიდან. ირანი ადეკვატური გახდება, თუ ირანი ადეკვატური გახდება, ერაყში ანტიამერიკული ბლოკი პრაქტიკულად გაქრება, იმიტომ რომ ირანი პრინციპში სპონსორია ანტიამერიკული წიაღსვლებისა ერაყში. შეიძლება დარჩეს გარკვეული ნაციონალისტური ანტიამერიკული ფრთა, მაგრამ სახელმწიფო დონეზე ნაკლებად მე არ ვარ ინფორმირებული ერაყის შიდა პროცესებთან მიმართებაში, ამიტომ პრინციპში ვენდოთ თქვენის ნებართვით ერაყთან მიმართებაში ChatGPT-ს, ანუ ჩვენ საერთო მეგობრს. ლიბია დაყოფილია, შეერთებული შტატები იქ მთავარი მოთამაშე არც არის, ანტიამერიკული პლატფორმა ძლიერი არ ჩანს და ვერც იქნება მით უმეტეს ირანის დასუსტების კი აიათოლების რეჟიმის დამარცხების შემდეგ. ახლა კითხვა ასეთია, ვინ თავად მეკითხება, ვინ დარჩება პოტენციურად ანტიამერიკულად? სირია ვერ დარჩება, იემენი. ჰუსიტები ირანზე იყვნენ და მიბმულდნენ დამოკიდებულნი ირანში ცვლილებები, აქაც ყველაფერს შეცვლის. ლიბანში ჰეზბოლა ირანზე იყო და არის დამოკიდებული, ირანში ცვლილებები მათ სტრატეგიას დაასუსტებს და შეცვლის კიდეც და განადგურებისკენაც მიიყვანს მეთქი, ვიტყვი ასე განადგურებამდეც მიიყვანს მეთქი. ასე საბოლოო სურათი, თუ ირანი გახდება პრაგმატული და არა რევოლუციის ექსპორტიორი, რეგიონში სისტემური ანტიამერიკული სახელმწიფო პრაქტიკულად აღარ იარსებებს. თურქეთი დამოუკიდებელი და ამბიციური იქნება, რასაკვირველია,
არასტაბილური ზონების იარსებებს, მაგრამ ძალიან დიდ რესურსებიანი ანტიამერიკული ღერძი პრაქტიკულად მოისპოვა. და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ მაინც. მე უნდა გავხსნა პარალელურად მგონი რუკა, სჯობს რომ გავხსნა. და იასთ map, ხო? ეს ჯობია, ბოდიში, image ესე ჯობია ალბათ. უყურეთ, ბოდიში. ესე იგი, კარგად ჩანს, ეს არის ირანი. ეს არის უზარმაზარი ირანზე დიდი ტერიტორია საუდის არაბეთისა. ეს არის ირანს შესაბამისად დასავლეთით, რომ ესაზღვრება, კარგად ჩანს, აი ეს მწვანე, ღია მწვანე, ხო? ერაყი და ირანი თავის მხრივ ცენტრალურ აზიასაც, ცენტრალური აზიის სახელმწიფო თურქეთსაც, თურქმენეთსაც ესაზღვრება, დასავლეთით იცით თქვენ რომ ესაზღვრება თურქეთს, აქეთ აღმოსავლეთით კი თურქმენეთს, რომ ვიცოდეთ მაინც. კარგით, განვაგრძოთ ახლა მსჯელობა ამ პატრიცემულს ბაკასთან საუბარი. ხო, ჩვენ ვისაუბრეთ მათ შორის ამერიკულ ბაზებზეც რეგიონში, ეს არის საუდის არაბეთში, ეს არის ისრაელში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში და ასე შემდეგ, ხო? ბოდიში. ხო, ესე იგი. ხო, ესე იგი ეს რაც ყატარშია, ბაჰრეინშია, ხო, ქუვეითშია, საუდის არაბეთშია, არაბთა გაერთიანებულ საემიროებშია, ერაყში არის სამხედრო ობიექტები და კომპონენტი წარმოდგენილი, იორდანიაში, სირიაში, თურქეთშიც, ინჯელიკის ბაზაზე გითხარით და ასე შემდეგ. მოკლედ, ირანის გარეშე ამერიკის შეერთებული შტატები ფიზიკურად აკონტროლებს სპარსეთის ყურეს, ორმუზის სრუტეს, ერაყის საჰაერო სივრცეს და სირიის ნაწილს. ამიტომ მთავარი კითხვაა, თუ ირანი აღარ არის ანტიამერიკული, მაშინ ვის წინააღმდეგ დარჩება ეს ინფრასტრუქტურა, ანუ ეს ინფრასტრუქტურა, სამხედრო ინფრასტრუქტურა. კარგით, არა აქ ახლა ამას მნიშვნელობა, საბოლოო ჯამში ჩვენ მივდივართ იქამდე, რა ბედიელის საქართველოს ისევ რუკას უნდა დავხედოთ თქვენის ნებართვით და ვილაპარაკოთ სწორედაც რომ საქართველოს ეს ალბათ ყველაზე ადეკვატური რუკაა, რამდენად ადეკვატური არ ვიცი, ეს ჯობია. ალბათ ან უკეთესიც მოვზებნოთ, თუ გნებავთ, მოვზებნოთ უკეთესი რუკა. მოვზებნოთ. ალბათ ეს ყველაზე კარგი რუკაა. ხარჩანს კარგად. კარგით, მაინც ამის მიუხედავად. ესე იგი, უყურეთ, ეს მუქი ყავისფერი არის შესაბამისად თურქეთი. მისგან ჩრდილოეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით არის საქართველო. თუ თურქეთი, სირია, ერაყი, ირანი, თურქმენეთი, უზბეკეთი, მერე უკვე იქით ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და ყაზახეთი, რომლებშიც სასაკვირველად ჩინური გავლენა ძალიან დიდია. მაგრამ ამავდროულად ამერიკული გავლენებიც ძალიან დიდია, იმიტომ რომ მისი ამ რეგიონის ბუნებრივი რესურსი სჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამიტომაც ჩახავს ხოლმე ამ ცენტრალური აზიის ამ სახელმწიფოების ლიდერები, მათ შორის შეერთებულ შტატებში ხდება თუ ერთად და თუ ცალ-ცალკე. თუ სომხეთსა და აზერბაიჯანში შედის ამერიკის შეერთებული შტატები, აი სომხეთი და აი აზერბაიჯანი და აი სომხეთი, რომელიც ეგრამაგის პასუხია და იცით თქვენ რომ სომხეთი განსაკუთრებით გასაკვირველია, მაგრამ აზერბაიჯანიც ადეკვატური მოთამაშეა და ორივე გვესაზღვრება. ორივე ადეკვატურია. თუ მოლდოვას იქ რუმინეთი გასაკვირველია და უკრაინა ადეკვატურ მოთამაშედ გახდიან და ის ევროპული სივრცის ნაწილი იქნება. თუ უკრაინა სტრატეგიულად გამარჯვებული ქვეყანა იქნება დასავლური სივრცის ნაწილი. ცენტრალური აზიის სახელმწიფოებზე გელაპარაკეთ და ასე შემდეგ. იმ რუსეთს ვის დაუტოვებენ? საქართველოს, რომელიც აქვეა, აი ჩვენი ქვეყანა ლამაზი არა ჩვეულებრივი და ასე შემდეგ. საქართველო ჩრდილოეთით რუსეთის მოკავშირეა მით უფრო წევრი შემადგენლობაში იქნება თუ არა. თუ რუსეთი გარშემო ყველგან სუსტდება, თუ ის აღარ არსებობს ან ნაკლებად გავლენიანია ცენტრალურ აზიაში,
ნაკლებად გავლენიანია კავკასიის რეგიონში, მხოლოდ რეგიონული მოთამაშეა მართალია ბირთვული პოტენციალით კი არა, ბირთვული არსენალით, მაგრამ მაინც თუ მოლდოვიდან და უკრაინიდან მას აგდებენ, მის გავლენებს აგდებენ პირველ ყოვლისა. თუ აღმოსავლეთ ევროპა მას დაკარგული აქვს, ფინეთი ხომ დაკარგული აქვს და დაკარგული აქვს სამუდამოდ, ასევე ლიტვა, ლატვია, ლიეტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი. თუ უნგრეთს კარგავს როგორც პარტნიორს და ადრე თუ გიან კარგავს სლოვაკეთსაც და სერბეთსაც, თუ ახლო აღმოსავლეთში მას აღარავინ აღარ შერჩება და სამხრეთ ამერიკაში საერთოდ ვენესუელას კი დაკარგული აქვს, საქართველო ეს უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქვეყანა როგორ ხარჩება რუსეთის გავლენის სფეროში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ავტომატურად ვისკუპებთ დასავლური დავში, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. მოვახერხებთ თუ არა ჩვენი ქვეყნის გადაბარგებას, როგორც ვიყავით გადაბარგებულნი დასავლურ გემში თუ უზარმაზარ ლაინერში, მართლაც ლაინერში, ჩვენზეა დამოკიდებული, ანუ ადამიანებზე, რომლებიც ამ ქვეყანაში ვართ, მაგრამ სტრატეგიული თვალსაზრისით რომ განვიხილოთ ამ რეგიონის ფართოგაგებით, ამ პატარა ქვეყანას დასაკვირველია დასავლეთი არ დატოვებს და არ დატოვებს სხვათა შორის აქ უზარმაზარი გავლენა იქნება მით უფრო ირანის დამარცხების აიათოლების რეჟიმის დამარცხების და ირანის ადეკვატურ სახელმწიფოდ გარდაქმნის შემთხვევაში და შემდეგ უზარმაზარი როლი ექნება ამ პროცესში თურქეთს. არ ვიცი გითხარით თუ არა. რამდენიმე ხნის წინ მე შემხვდა ერთი ჩემი კარგი ნაცნობი, რომელსაც ერდოღანის ხელისუფლებასთან აქვს ძალიან კარგი, ხელისუფლების წარმომადგენლებთან აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. არ ვიცი რამდენად მართალია, რაც ამ ჩემმა კარგმა ნაცნობმა მიამბო, მაგრამ აი ესე დახურულ წრეში და ერდოღანი თურმე ძალიან კონტაქტური, ძალიან ხშირად თავის სტაფთან, თავის გუნდებთან, თავის აპარატთან, თავის ოფისთან, ოფისის წარმომადგენლებთან, ახალგაზრდებთან და ასე შემდეგ ეს მოხუცი კაცი, მოხუცი და მძიმე კაცი ძალიან კომუნიკაბელურია. მას ამ რაღაც ლაპარაკში შესვენებისას კი არა, მოსვენებისას უთქვამს, რომ აზერბაიჯანი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა ჩემთვის, თურქეთისთვის, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ თურქეთისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანა, თურქეთისთვის როგორც ნატოს წევრი სახელმწიფოსთვის, არ არის უფრო მნიშვნელოვანი, ან ნაკლებ მნიშვნელოვანია საქართველო, ეს ვინმე თუ საქართველოში და თუ სხვაგან რასაკვირველია ცდებაო. ახლა მე მესმის, რომ თურქები გვინდა ატეხენ ამ ამბავს ქართველი ფსევდონაციონალისტები, რომლებიც გაამახვილებენ ყურადღებას პრავოსლავიეზე და იქით კიდე მუსლიმობაზე. იტყვიან, რომ თურქეთის მუსლიმური სახელმწიფოა და მისი გავლენები აქ არ შეიძლება რომ არსებობდეს. არა ბატონებო. შეიძლება რომ არსებობდეს, იმიტომ რომ არც ერთ შემთხვევაში თურქეთი, რომელსაც აქვს დასაკვირველია თავისი ოტომანური იმპერიის გავრცელების ერთი წველი თეორიული წიახსვლები არა, სურვილებიც არა, სწორი სიტყვა, რაღაცა თეორიები ამის და მათ შორის ერდოღანსაც აქვს ხოლმე ეს პასაჟები, თლად გულახდილები თუ ვიქნებით, მაგრამ ის რასაკვირველია ვერ გაავრცელებს თავის გეოგრაფიულ არეალს იმ ქვეყანაზე მით უმეტეს, რომლის ტერიტორიული მთლიანობა მას არა მარტო ნაცნობი აქვს შორეულ 90-იანებში, შევარდაძის პერიოდში და იქ დემირელი იყო, თუ არ ვცდები, ან სხვა ლიდერი გავიხსენებთ გვარს, დემირელი თუ არ ვცდები, არამედ საერთოდ და ყოველწლიურად ადასტურებს საქართველოს უნდა გახდეს ნატოს წევრი, ამას ამბობს მისი დღევანდელი ხელმძღვანელობა, აღარ ვლაპარაკობ წინა საგარეო საქმეთა მინისტრზე, მისი გვარით სამწუხაროდ ჩემდა სამწუხაროდ დამავიწყდა. როგორ დაგავიწყდება ხოლმე კაც. მოკლედ, თურქეთი შენს ტერიტორიულ მთლიანობას უზარმაზარ პატივს სცემს და აღიარებს. და თურქეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა კიდევ ერთ 22 რამეს ვიტყვი. რასაკვირველია ცენტრალურ აზიაში შესვლა, მაგრამ კულტურულ შესვლას, კულტუროლოგიურ შესვლას გულისხმობ. როგორც ერთი ეთნოსის წარმომადგენლებთან, თურქები ასე მიიჩნევენ ყოველ შემთხვევაში, და ერთი რელიგიის წარმომადგენლებთან. მაგრამ ასევე ცენტრალურ აზიის გარდა, ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში. შესვლა კულტურული ექსპანსიის თვალსაზრისით მას არ უნდა, რომ ბძალად პრავოსლავნი რუსეთს დაუთმოს, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასია და იქ არსებული ძალიან სერიოზული ისტორიის და პირველ ყოვლისა წინააღმდეგობის ისტორიის მქონე
ერები განსაკუთრებით ასაკურველია მე გულისხმობ ჩეჩნებს, მე ვგულისხმობ დაღესტნელებს, მე ვგულისხმობ ინგუშებს და მე ვგულისხმობ პირველ ყოვლისა ჩერქეზებს, სადაც რომელთა დიდი დიასპორა ცხოვრობს და ძალიან წარმატებულია თურქეთში, რომ ვიცოდეთ მაინც. ისე როგორც თქვაში აფხაზებისა, ოღონდ ისინი ძალიან წარმატებულები არ არიან, თუმცა დიდი დიასპორა თურქეთში არსებობს აფხაზებისა, თურქეთში, სირიაში, იორდანიაში. სხვაგან და სხვაგან. საქართველოს როგორც მართლმადიდებლური ქვეყანა, მართლმადიდებელი ქვეყანა და საქართველოს როგორც ევროკავშირთან დაახლოებული ქვეყანა, ან ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ამავდროულად პოტენციურად ნატოს ან მომავალი ალიანსის წევრი ქვეყანაა, წევრი სახელმწიფო, თურქეთისთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, კიდევ ერთ პარტნიორია და მეგობარი. და ის თურქეთი რუსეთს არ დაუთმობს საქართველოს არასდიდები და ერახში აიათოლების რეჟიმის დამარცხების შემდეგ თურქეთი უფრო გააქტიურდება ჩვენს რეგიონში, რათა წაღლიტოს რუსეთს კავკასიის რეგიონი მთლიანად საქართველოს ჩათვლით. კიდევ ერთ ამბავს გიამბობთ, უნდა გიამბობთ თუ არა სიმართლე გითხრათ არ ვიცი, მაგრამ მაინც თურქეთი პოლიტიკური წრეები ერდოღანის ახლო გარემოცვა განიხილავს არა მხოლოდ აქტიურ ლობირებას საქართველოს ნატოში ინტეგრაციისა, არამედ ინჯერლიკის ბაზას ვახსენებ თუ არ ვცდები აქ მეოთხედ მეხუთედ, ინჯერლიკის ბაზის პირდაპირ მნიშვნელობით არა გაგრძელების, არა ქვებაზის, არამედ გაგრძელების ინფრასტრუქტურის, მოდი ასე ვიტყვი, გაკეთებას საქართველოში ქართველებთან ერთად. აზერბაიჯანში ამგვარ ინვესტიციასაც კი თურქეთი უკვე არ ხორციელებს. როგორღაც უნდა შეიკრას სამკუთხედი საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი და მას ერთიანი უსაფრთხოების ქოლგა უნდა ჰქონდეს თურქეთის და ზოგადად დასავლეთის, მათ შორის დასავლეთის წარმოდგენით. ამ პროცესში ორი ხელის შემჩნელი ფაქტორია. ეს არის პირველი, რასაკვირველია რუსეთი, რომელიც ამბობს, რომ არასდიდებით არ დათმობს თუ ვინმეს არ დათმობს არის საქართველოს, როგორც ისე დათმობს, როგორც დაუბარებია, განსაკუთრებით საუდიაში შეერთებული შტატების ძალისხმევით და მეორე თურქეთი, რასაკვირველია ჩვენი პარტნიორი და მეორე ბიზინა ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ძიმე მდგომარეობაში არის და უფრო ძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება ირანის აიათოლების რეჟიმის დამარცხების შემდეგ, რომ ვიცოდეთ მაინც. კიდე რაღაცების თქვა მინდოდა, უნდა ვთქვა? არ ვიცი. ChatGPT კიდე რამე ხო არ მითხრა. ხედავ ხელა. სამი შესაძლო სცენარი საქართველოსთვის. პირველი ოპტიმისტური, საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე სწრაფად მიიწევს და გახდება კიდეც ნატოსა და ევროკავშირის წევრი, ეკონომიკა გაიზრდება შესაბამისად, მათ შორის ტრანზიტისა და ტექნოლოგიების ხარჯზე რუსეთის გავლენა შემცირდება მინიმუმამდე. ეს არის პირველი. მეორე, ბალანსის სცენარი, საქართველოს ინარჩუნებს მულტივექტორულ პოლიტიკას, ამ გაჩნდნენ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ძალები, რომლებიც სულ უფრო ხშირად ამახვილებენ ყურადღებას ამ მულტივექტორულობაზე და მე პრინციპულად ვეწინააღმდეგები ამ მოსაზრებას, იმიტომ კი არა, რომ ჩვენ კარგი ურთიერთობა არ უნდა გქონდეს ცალკეულ სახელმწიფოებთან, ცხადია უნდა გქონდეს, მაგრამ ჩვენ გეოსტრატეგიული ფსონი არ უნდა დავდეთ, ფსონი როგორც ასეთი, არ უნდა დავდოთ რომელიმე სხვა ვექტორზე გარდა ვექტორისა, ეხლა უნდა ვიწროვებ. გარდა ვექტორისა, გარდა ცენტრისა, ამერიკის შეერთებული შტატები. აქ ამერიკული ბაზა უნდა იყოს მარტივად რომ ვილაპარაკოთ და კიდევ უფრო მეცაც ვიტყვი უახლოეს ხანებში, რა თქმა უნდა. სტაბილური, მაგრამ ნელა განვითარებული იქნება ბალანსის პოლიტიკის შენარჩუნების შემთხვევაში ChatGPT-მ პასუხობს. დავამთავროთ ხოლმე მგონი და უარესი ანუ რისკის ფაქტორი, შიდა კრიზისი, გარეჩარევა, რუსეთის სუსტი, მაგრამ აგრესიული ბეკეტები კვლავ აქტიურდება. რეალისტური შეფასება ასეთია, რომ თუ რუსეთი რეალურად დასუსტდება და უკრაინა მყარად მოხდება დასავლეთში, საქართველოს გეოპოლიტიკური ფანჯარა გაიხსნება პირველად 30 წლის განმავლობაში. ეხლა ამდენჯერ უნდა გახსნილიყო, მაგრამ პრინციპში მე ამ ჩვენს ვაკაც ვეთანხმები. ქვეყანა საქართველო, სადაც 15 კვადრატულ მეტრში არის 3 დროშა ირანისა, ოღონდ 79 წლამდე არსებული ირანისა. საქართველოსი 5 ჯვრიანი და ამერიკის შეერთებული შტატებისა. და ჭორვილელ ტიპს უნდა რომ ეს ყველაფერი არ იყოს და ჭორვილელ ტიპს უნდა რომ უტა ივანიშვილის
თუ ბერა ივანიშვილის პორტრეტებით ვიაროთ იმაში მიტინგებზე და ვიყვიროთ ბიძინა არ გამოვა